ტროა დაკარგული სამოთხე კონსტანტინე გამსახურდია სახელობის სოხუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლის პრემიერა გამართა. ახალი დრამა წარმოშობით თურქი რეჟისორის გამზე თანრივერმიშის მიერაა შექმნილი, რომელიც 5 წელი არად საქართველოში ცხოვრობს და თბილისში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა. სპექტაკლის სცენარი ადაპტირებული ვერსიაა ევრიპიდეს ტროელი ქალებიდან. ასევე შეტანილია დეტალები თურქი მწერლებისა და თავად რეჟისორის ნაწარმოებებიდან. რაც მთავარია, სცენარი შეიცავს რეალურ ისტორიებს აფხაზეთის ომიდან. სწორედ ეს ისტორიები გახდა რეჟისორის ინსპირაცია და მან ახალ დრამაში ორი ისტორიული პერიოდი, ანტიკური ტროის განადგურება და 1990-იან წლებში სოხუმის დაცემა გააერთიანა. და ეს ყველაფერი მაყურებელს 8 მსახიობი ქალის დახმარებით წარმოუდგინა, რომელთაგან ყველა განსხვავებულ მძიმე ისტორიას გვეყვება. ერთ-ერთ სცენაში ვხვდებით სანთლებით ცეკვა, სადაც სანთელი განასახიერებს ქალს, რომელსაც განსაცდელის შემდეგ უფრო ძლიერად წამოდგომა შეუძლია. სპექტაკლი დატვირთული იყო მოდერნისტული ქორეოგრაფიული პერფორმანსებით, რითაც უფრო მკაფიოდ ხდებოდა მთავარი სათქმელის მაყურებლამდე მიწოდება. ყოველთვის მაინტერესებდა თემა ომი და ქალი. მინდოდა ამ თემის გარშემო შემექმნა პროექტი. რაც საქართველოში ვცხოვრობ, უფრო კარგად დავინახე აქ არსებული პოლიტიკური ვითარება. დღეს წარმოვადგინეთ სპექტაკლი ტროა დაკარგული სამოთხე. იგი როგორც ტროას პერიოდს, ასევე აფხაზეთის ომში განვითარებულ რეალურ ისტორიებს ასახავს. ჩემთვის ამ სპექტაკლში მნიშვნელოვანია, რომ ქალები საკუთარ ისტორიებსაც გადმოსცემენ. მე ვარ ძალიან ბედნიერი. აფხაზეთის ომის პერიოდ გამოვლილი ბავშვი ვიყავი იმ დროს და ჩემს მეხსიერებაში დიდი კვალი აქვს დატოვებული. რაც შეეხება ქორეოგრაფიას, აი სწორედ ამ შეგრძნებების გადატანა აუცილებლად მომიხდა, თუმცა არ დამიძალებია თავისთვის, ყველაფერი ბუნებრივად ხდება, როდესაც შენ ნამდვილად განიცდი რაღაცას, რაზეც არ უნდა მუშაობდე. რაც შეეხება მსახიობებს და მათთან მუშაობას, ისინი გამოირჩევიან დიდი წყურვილით ქორეოგრაფიის მიმართ, ამიტომ ბევრი რაღაცა, როდესაც დრამატულ მსახიობებთან მუშაობ თეატრში, უნდა მიანდო მათ. ყველა ქართველისთვის ძალიან მტკივნეული თემა და რამდენჯერაც არ უნდა გაჟღერდეს ამ თემასთან დაკავშირებით. სპექტაკლი ხდება ფილმი თუ ამბავი, რაც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის ყველაფერს დავთანხმდები, იმიტომ რომ მე იქ არ ყოფილვარ, მე ეს არ გამივლია, მე ეს არ განმიცდია ჩემი თვალი და აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ნახეს. ბოლომდე ჩვენ ტკივილი დარჩება მანამ სანამ არ დავიბრუნებთ და მე მაინც მჯერა რომ ჩვენი ერთ დღეს მე გავიხსენებ, როცა ბავშვობაში სოხუმსა და გაგრაში დავდიოდი და მე გამახსენდება ალბათ ის სურნელი, რასაც მაგნოლია ქვია. ის არის მთავარი, რომ ომი ყველგან ომია და ეს ტკივილი ყველასთვის ერთი და იგივე ტკივილია. მე უფრო ეს მგონია და რაღაც კადრებსაც რო უყურებდით და პირადად მეც ოჯახიდან აფხაზეთში დაღუპული მყავს ბიძა და ნუ ყველასთვის აქ ვინც არიან, თითქმის ყველასთვის პირადი არის. ამის გაერთიანება ძალიან ლოგიკური იყო ჩემი აზრით. სპექტაკლი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს, თბილისში თურქეთის საელჩოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. რეჟისორი გამზე თანრივერმიში კმაყოფილია სპექტაკლის პრემიერით და აღნიშნავს, რომ იგი სამომავლოდაც გააგრძელებს ქართულ თეატრალურ დასებთან თანამშრომლობას და მაყურებელს ახალ საინტერესო პროექტებს წარუდგენს. დღეს პრემიერის პირველი დღეა. სპექტაკლი ეხება ქალებს, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლნი. განხილულია ომის თემატიკა, ომამდელი და მისი შემდგომი პერიოდი, სადაც ქალებს ბევრი სირთულე გადახდენიათ. მსგავსი შემთხვევები მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ეს ისტორია გავს ტროელი ელენას ისტორიას, ამასთანავე რეალური ადამიანების ისტორიაა გადმოცემული. თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის თურქეთის პოზიცია, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც გაახმაურა. მე როგორც დიპლომატს მჯერა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია ისტორიული მახსოვრობის, შენარჩუნებისა და ცნობიერების ამაღლებისათვის. მიმაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარებას ამარტივებს ადამიანთა უფლებების გათვალისწინება და დაცვა. განსაკუთრებული მადლობით მინდა დავიწყო თურქეთის ელჩის მიმართ. ეს იყო უნიკალური სანახაობა, საოცარი გრძნობელობითი სპექტაკლი, რომელმაც შეიძლება ითქვას გაგვახსენა ყველა ის მომენტი და ეპიზოდი, რომელიც არსებობს ჩვენს მეხსიერებაში. მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს ანტიკური პერიოდის და თანამედროვეობის ერთად დადგმა, ისე როგორც ტროას განადგურება და ასევე სოხუმის განადგურება, აი რაღაცნაირად ერთმანეთს ემსგავსებოდა და გვახსენებდა ყველა იმ ტრაგიკულ მომენტს, რაც დატრიალდა სოხუმში. და ის რომ ეს იყო
თურქეთის მოქალაქის რეჟისორის მიერ დადგმული, რომელსაც დაამთავრა ჩვენი თეატრალური უნივერსიტეტი, განსაკუთრებით ხაზგასასმელია. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი ალბათ უნდა ნახოს ევროპამ, უნდა ნახოს ბევრმა ქვეყანამ, იმისთვის რომ არ დაუშვათ აი ესეთი ტრაგედიის გამეორება. ვისურვებდი, რომ ეს სპექტაკლი დაიდგას სოხუმში. ამ პროექტის განხორციელება მოხდა თიკას მხარდაჭერით. მიზანია ის, რომ აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონებმა დაკარგეს ბევრი რამ და გვინდოდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გაგვემართა კულტურული ღონისძიება. საქართველოში მოღვაწე თურქი რეჟისორის თაოსნობით ეს პროექტი შევიმუშავეთ. ვფიქრობთ, საინტერესო პროექტია და ჩვენი აზრით ეს ხელშეუწყობს თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. რაც შეეხება სპექტაკლს, ის ემოციურად დატვირთული იყო. ბრწყინვალე შესრულება იყო ყოველი აი მსახიობი ასრულებდა იმას, რაც მოხდა აფხაზეთში. მე თვითონ აფხაზეთიდან ვიცი რას მოხდა. ზუსტად გადმოსცეს ყველაფერი. ბრწყინვალე შესრულება იყო. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილებს ძალიან მტკივნეულად გვაქვს და დღესაც მტკივნეულად განვიცით ამ ყველაფერს. ეს სპექტაკლი ჩვენთვის იყო ემოციური და ემოციური ფონზე უყურებდი და ძალიან ბევრი განცდები მქონდა.